ჩვენას აზრი აღარ აქვს, თავს მოწვიმა გავილუპე. დავუშვათ მაგრად. ჩამოვედი ამასობაში სტევენგერში ვარ უკვე ოსლოდან 8 საათი მოვდიოდი და საბოლოოდ მოვედი სასტუმრომდე ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ დილას უკვე მივდივართ სალაშქროდ, ძალიან საინტერესო ადგილი უნდა გაჩვენოთ. ნორვეგიაში ერთ-ერთი გამორჩეული პრეიკესტოლენის მონახულებას გეგმავ რა, იმედია სწორად თქვი ეს სახელი. პირველ რიგში დრონი გავამზადე, დავტენე ელემენტები, იმედი მაქვს ამინდი მომცემ საშუალებას რომ ავაფრინო, იმიტომ რომ წვიმა არის გამოცხადებული, მაგრამ მაინც მიმაქვს. ჩანთას რაც შეეხება, ჩემი ძალიან დიდი ჩანთაა და ვფიქრობ, რომ მარიამის ჩანთა წავიღოთ, იმიტომ რომ უფრო პატარაა და დრონს და ყველაფერს საჭმელს, მოკლედ ამ ყველაფერს აქ ჩავაწყობთ. გვაქვს ჯეტბოილიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიცივეში აქ ძალიან ცივა 13 გრადუსია ახლა. ყავა, ჩაი მოგვინდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. Powerbank-ებს ვტენი, ლეპტოპებს რაღაცებს აქტოვებ სასტუმროში, იმიტომ რომ ხვალვე უნდა დავბრუნდეთ და ეგ არის რა. ჩასაცმელს რაც შეეხება ძალიან სიშტერე გავაკეთე, რომ ბევრი თბილი არ წამოვიღე. რატო არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ერთი ეს ზედა მაქვს, რომელიც ალბათ ყველა ვიდეოში მაცვია და კიდე მეცმევად საკუბოეთ გამიხდა ეს. ერთი მოსაცმელი მაქვს, რომელსაც მოვიცვამ და პონჩო ვიყიდე ემერჯენსი თბილისში და იმას მოვიცვამ თუ წვიმა წამოვიდა. ეგ არის და ეგ ჩემი თბილი ტანსაცმელი და რა ვიცი, გამიგრძელდა ახლა ძალიან სიტყვა, ბევრი რო აღარ გავაგრძელო, დილას დაგიბრუნდებით. ამასობაში გათენდა, გავემზადეთ უკვე ჩავიცვით, ჩანთა ჩავალაგეთ. ყველაფერი აბსოლუტურად, მაინც დიდი გამოვიდა სხვათა შორის, რომ სუბუქია, მაგრამ დიდად ჩანს. წავართ ახლა გაჩერებაზე, საიდანაც ავტობუსს გავყვებით და მე უკვე დაიწყება ჩვენი ლაშქრობა. ჯამში გვაქვს გასავლელი 8 კილომეტრი, ბევრი არ არის, მაგრამ ეხლა მთლად არც ცოტა არ არის რა და წავედით. ველოდები ავტობუსს როდის მოვა, დაახლოებით 10 წუთში მოვა და გვჭირდება აქედან იმამდე ლაშქრობის დაწყების წერტილამდე დაახლოებით 50 წუთი. ასასვლელად არ ვიცი რამდენი დაგჭირდება, მაგრამ ალბათ ვფიქრობ, რომ 2 საათში ავალთ მაქსიმუმ. თანხას რაც შეეხება ავტობუსის ბილეთი დაგვიჯდა ერთ ადამიანს წასვლა-წამოსვლა $40. წასვლა არის დილიდეს 8-დან, რა ვიცი, 9-ზე, 10-ზე, 11-ზე და წამოსვლა არის საღამოდან 4, 5, 6, 7, 8. მოკლედ როცა გინდა აირჩევ რა და ნახოთ, საინტერესო გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიაში ლაშქრობა სულ მინდოდა და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ ავტობუსთან. მოვედით საწყის წერტილთან, ვიწყებთ ლაშქრობას. წვიმა ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იწვიმებს, ასე რომ წავედით. რაც ნაკლებად წვიმა შევივლით, უკეთესი. მივუყვებით ესეთი კიბეები ვითაა და ავდივართ ზემოთ. ამინდი ჯერჯერობით გვწყალობს. სხვა შორის ბევრი ხალხია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ესეთი მიმართულებაა რა, ტურისტული და თან ძალიან მაგარი ადგილია მართლა და გასაკვირი არ არის. მშვენიერი ამინდია ოდნავ წინ წყლავს, მაგრამ სალაშქრო ამინდია, იმიტომ რომ არც ხელა, არც ცივა, იდეალური ამინდია ჩემთვის პირადად რა და ნახოთ ზემოთ როგორი დაგხვდება. ერთი სული მაქვს ავიდეთ, აი იმდენი ხანია მინდა ნორვეგიაში ლაშქრობებ, რომ ვერ აგიღწერთ და შემიძლია ხო გავიქცე, მაგრამ კისერი რომ მოვიტე ხო არ მაწყობს, ამიტომ ნელა გავუყვეთ ამ გზას. თქვენ კიდე გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, ეს ძალიან დამეხმარება. მომავალში უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოები რო გადავიღო, ასე რომ თქვენი იმედი მაქვს რა. წავედით ახლა. 2.2 კილომეტრი უკვე გამოვიარეთ და გვჭირ 1.8. აიქით უნდა გავუყვეთ ახლა ამ ბილიქს და იმედია რომ მალე ავალთ რა. ამინდი იცვლება საგრძნობლად თან და უნდა მოვასწროთ მაქსიმალურად სწრაფად მივდივართ და სხვათა შორის მარტივი ბილიკია, ვინც ახლა ლაშქრობაში ხშირად დადიხართ, თქვენთვის აი უმარტივესი იქნება დამიჯერეთ რა და ამიტომ თუ გადაწყვეტთ წამოსვლას, დაჟე ხალხი ბოტასებით დადის, ჩუსტებით დადის და იმით რა ქვია, ბავშვებით დადიან თავისუფლად და თქვენ წამოხვალთ მარტივად. ძალიან ცოტაღა დაგვრჩა, წვიმა წამოვიდა, მაგრამ
ისეთი წვიმა არ არის, რომ ხელი შეგვიშალოს რა. ჩავიცვით, რა ვიცი, პარკები ყველაფერი დავიფარეთ. ძალიან მოუმზადებელი წამოვედი იდეაში, მართლა არ შეიძლება ასე. რატომ მეგონა რომ ზიანი დღეები დამხვდებოდა, არ ვიცი, მით უმეტეს ნორვეგიაში, მაგრამ იდეაში ბათინკები კაი მაქვს. ესეც არ ატარებს იმდენად. ერთადერთი საწვიმარი იქნებოდა კაი რა და შარვალი, რომელიც დავტოვე. ხო და არა უშავს. როცა ლაშქრობა დავიწყე, ისეთებით ლაშქრობდი, რომ საერთოდ არ ვფიქრობდი არც ეკიპირებაზე, არც ჩასაცმელზე, არც ბრენდირებაზე, რაც მოხდებოდა, ვიცვამდი და მოვიარე მთელი საქართველო, ასე რომ პრობლემა არ მაქვს რა. ამოვედი, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი აბსოლუტურად ნისლშია ჩაძირული, ძალიან წვიმს და ცოტა ის გუნება გამიფუჭდა, იმიტომ რომ ულამაზესი ადგილია, ძალიან ლამაზი ხედი იშლება აქედან და არ ვიცი, ცოტა ხანი დაველოდები, იქნებ გადაიყაროს ნისლი, ხალხიც ბევრია, ამოსული ყველა ჭამს, ელოდებიან და ნახოთ, იქნებ გადაიღოს რა, თორე რავი, ძალიან აწყენი წავალ აქედან, ასე რომ ნახოთ. ამინდის გამო დრონს ვერ უშვებ ფიზიკურად. რა ვქნა? დაჟე მიკროფონიც კი არ ვიცი სად ჩავაგდე თავსხმაწვიმის გამო, მაგრამ სტოკის კადრებს ჩავსვამ აი ახლა აქ და ნახავთ როგორი არის ციდან დანახული ეს ადგილი. ასეთ თავსხმაში თუ არ ჭამე, სენდვიჩი თუ არ გააკეთე რა, მამულია რა. მაგრად მშია თან თავსხმა, მაგრამ აი ეგ უეჭველი ესენი ვიყიდე მე, იმიტომ რომ აქ მეჭამა. ზეში და კარგ ამინჩი. გავრეცხოთ აბა პომიდორი, გავრეცხოთ. იმაში. აბა, ესე. აქ გვაქვს ლორიც. Амреля. ჩვენას აზრი აღარ აქვს, თავსხმა წვიმა გავილუმპე, თლიანად სველი მაქვს ყველაფერი და ჩავდივარ დაბლა, მაკანკალებს ისენცი, ასე რომ დავეშთ. Wait a minute. წვიმა შეწყდა, რაც ხო მივდიოდი, აი უკვე ჩასვლას რო ვაპირებდი, შეწყდა წვიმა. გადაიღო ძალიან ისლიც გადაიფანტა. აგერ ჩვენი კლდეც გამოჩნდა და არ ვიცი, ძალიან მიხარია რომ საბოლოოდ ის ყველაფერი ვნახე, რაც მინდოდა რომ მენახა. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან. ჩამოვედი როგორც იქნა, სრულიად გალუმპული, ვერც აგიხწერთ როგორი ის დაგვემთხვა. რა ქვია კაცო, ამინდი. ესე იგი თავსხმა წვიმა, ქარიშხალი, მდინარეების ადიდება, ქარი, უბედურება, ყველაფერი გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ფიზიკურად, მაგრამ ახლა გამოვიდა ამინდი, როცა ჩამოვედი ძალიან მაგარ დროს. შეხედეთ, სუსველი ვარ აბსოლუტურად. არაფერი არ მაქვს შალი, დაწყებული ბათინკები, დამთავრებული ქუდით, საერთოდ არაფერი. ეხლა უნდა გამოვიცვალო სასწრაფოდ და წავიდე უკან ქალაქში, იმიტომ რომ ძალიან მინდა ცხელი აბაზანი და დასვენება, ასე რომ გავემზადები ახლა და წავედით. დავბრუნდით იქ, საიდანაც დავიწყეთ, ისევ ჩემს ჩანთებთან, ისევ სტავენგერში ვართ, მაგრამ დღეს უკვე ვტოვებთ ამ ქალაქს, მივდივართ სხვა ქალაქისკენ გემით. ყველაფერი ჩავალაგეთ იდეაში, გავშრით რაც თავარია, გავაშეთ ტანსაცმელი, გავთბით, იმიტომ რომ გაყინულები ჩამოვედით გუში და კანკალებდით და მოკლედ 9 საათი ვიდექით. ცხელი წყლის ქვეშ ისე ვერ ვთბებოდი. მაგრამ ნუ გადავაგორეთ, კარგად ვართ ახლა, ყველაფერი მზად არის. წავედით. ჩავსხედით უკვე გემში ვართ, ავტობუსით მოვედით აქამდე, მაგრამ აღარ ჩამწერია. დაახლოებით 3 საათიანი მგზავრობა გველის და მე უკვე ჩავართ დანიშნულების ადგილზე. ჩამოვედი ულამაზეს ნორვეგიურ სოფელში ვარ, ძალიან ლამაზი არის აქაურობა. აქეთ ჩანჩქერი ჩამოდის, აქეთ ის ყურე გვაქვს თუ ტბა. აქ გარშემო ხედავთ რომ სხვადასხვა ადამიანებიც არიან ჩამოსულები და სალაშქროდ, რა თქმა უნდა, კოტეჯებიც დგას, იდეაში ვისაც უნდა დარჩება და დაიძინებს.
მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა რა. აქაურობა ვიქირავე და ამ ქირაობის ერთი მიზეზი ის არის, რომ ლეპტოპებით ვარ წამოსულები და პასპორტებს და ლეპტოპებს ვერ წავიღებ ლაშქრობაში, ამიტომ რეცეპშენში უნდა დავტოვო მისაღებში. ეგ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვიქირავე, თორე წავიდოდი სადმე და Wild Camping-ს რასაც ეძახიან, მაგას ვიზამდი რა, სადმე გავშლიდი ყარავს. ესაა ჩემი ჩანთა, გეცნობათ ალბათ. ეხლა გავშლი ყარავს უცბად და მალე დაგიბრუნდები. მაგარი მშივრები ჩამოვედით, ახლა უნდა მოვამზადო სუპი. დიდად რო გითხრათ, გიждდებით ხო არა, მაგრამ ლაშქრობის დროს სხვა გამოსავალი და გზა რო არ არის, უნდა ჭამო ყველაფერი აბსოლუტურად. ამიტომ ახლა წყალს ავადუღებ და მერე უკვე სუპს შევჭამ რა. იმედია რომ გემრიელი იქნება. იცით რამდენი სუპი მაქვს ნაჭამი ცხოვრებაში, ვერ დაითვლით, აი აღარ შემეძლო ბოლოს უკვე, მაგრამ დღეს მომიწია რა. კაი, დავიწყებ და რო გავამზადებ სუპს, დაგიბრუნდებით. დღეს ვახშმად გვექნება უგემრიელესი მაკარონი. შეხედ, როგორი მაკარონი მოვამზადე რა, წყალი დავასხი. მაგრამ გემრიელია, იმიტომ რომ მე დავასხი წყალი. ეხლა შევჭამოთ, აბა ვნახოთ როგორი არის. გემრიელია, სხვათა შორის ცუდი არ არის. მოგონთ პური მინდა. მაკარონი და პურს ვინ ჭამდით ბავშვობაში, აბა დააკომენტარეთ. ეს კარავი დაგვემალა, კი არა დამალა. დამიკომენტარეთ ვინ ჭამდით მაკარონს და პურს მთელი ბავშვობა. იმიტომ რომ ეს უეგრე ვჭამდი. ტყემალი, მაკარონი და პური. იდეალურია. ეხლა შევჭამ. მე კარგად ჩავლაგდები, გავემზადები, იმიტომ რომ დილას გავვართ ალბათ 5 საათზე და მზად რო იყოს ყველაფერი რა. პლუსი ის არის, რომ დიდი ჩანთებით არ მივდივარ სალაშქროდ, ყველაფერს ტოვებ აქ, კარვიდან დაწყებული, საძილეები დამთავრებული. მაგრამ სნეკებს, საჭმელს, დრონს, რაღაცებს მოკლედ ჩავდებ, გავამზადებ და მე უკვე ხვალ წავალ ლაშქრობაში, ხვალვე დავბრუნდები. იქ არ ვრჩებ. მიხვდებოდით ალბათ კაროს რადგან აქ თუ. წავედი, უნდა ვჭამო მშია, აბა ჰეთ, დროებით. გათენდა ამასობაში ამინდი არ ვიცი პოზიტიურად გამოიყურება, იმედია რომ არ იწვიმებს. ახლა მივდივართ იმ სალაშქრო წერტილთან, საიდანაც უნდა დავიწყოთ ლაშქრობა, მაგრამ იქ რო ფეხით არ ვიაროთ სამანქანო გზაში 7 კილომეტრით ვარ ვწდები, გავყვებით ავტობუსს და იქიდან უკვე დავიწყებთ ლაშქრობას. დღეს დაახლოებით 10-12 კილომეტრი გამოგვივა წესით და ნახოთ რა, მოლოდინები მართლა ძალიან დიდია, ამ ადგილის ნახვა ძალიან დიდი ხანია მინდა და იმედია გამოგვივა. დავიწყეთ ჩვენი მეორე ლაშქრობა, ჯერა ბოლტენისკენ მივდივართ. ულამაზესი უმაგრესი ადგილია, ჰაერში გამოკიდული ქვარუარი, არ ვიცი რამდენად იცით, რამდენად არა, მაგრამ მაგ ადგილისკენ მივდივართ. აგერ არის პარკინგი. აქედან დავიწყეთ და ახლა ავდივართ აიქით. ეს მთები უნდა გადავაგოროთ 4.6 კილომეტრია აქედან. სადღაც 2 საათში, 2 საათნახევარში უნდა ავიდეთ წესით და ვნახოთ. წავედით გზიდანაც დავბრუნდები. ეს მთა უნდა გადავიაროთ ზემოთ. აგერ არის ჯაჭვები, რომელსაც ვეჭიდებით და ავდივართ ისე, თორე სხვანაირად ფეხი ძალიან ცურავს რა და რო ავალ მერე ამოვიღებ ტელეფონს, თორე არ მინდა რომ ავყირავდე. გადმოვიარე ეს ქვიანი კლდიანი ნაწილი, ჩამოვედი დაბლა დავეშვი და ახლა უნდა გადავიაროთ ეს უღელტეხილი, აი გავდივართ მაღლა და ამის მერე დავეშვებით ისევ დაბლა რა. ბევრი წესით არ არის, რა ვიცი, 2 საათში უნდა ავიდეთ. მე ესე ვფიქრობ და ნახოთ რა, გზაში როგორ იქნება, რანაირად იქნება. მაგასაც გეტყვით და იდეაში რთული არაფერი არ არის ჯერჯერობით. თავარია რომ გამოცდილი მოლაშქრე იყო რა. სხვა ისეთი არაფერი არ გჭირდება ჯერჯერობით და მერე ვნახოთ. მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარება. დაალაიქეთ ეს ვიდეოც, დააკომენტარეთ. რამდენად იმოგზაურებდით თქვენს ნორვეგიაში, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებებიც თუ ხართ აქ ნამყოფი და მოკლედ ეს ყველაფერი ვქნათ, ძალიან დამეხმარებით, აბა. წავედი შეუდექი აღმასახმარი. ავსნეკოთ ახლა ცოტა, იმიტომ რომ მომშვიდა. ისა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოვიარეთ თითქმის. რაღა დარჩა რა, იმებს გადავივლით და წესი სადაც კილომეტრიღა დაგვრჩა რა და
ესეთ შოკოლადის ბარი ვიყიდე აქ. იდეაში ყველას გვიჭამია ალბათ და ეს ძალიან მაგარია. აი თუ ოდესმე მოგეცემა ჩანსი რომ ნორვეგიაში წამოხვიდეთ სალაშქროდ, ეგ შანსი ხელიდან არ გავუშვათ რა, იმიტომ რომ ულამაზესია აქაურო. ულამაზესი. აი ჩვენი შოკოლადის ბარი. ენერგიისთვის ტყვილი ყველაზე კაი რამეა გლუკოზისთვის და მოკლედ. აი, ხავს უხედავთ. იქ მივალთ და მე უკვე წესით გასწორდება რა და ჩავალთ იმ ადგილამდე, სადაც მივდივართ. ნახეთ სად გავარ, ღირდა ამისთვის ძალიან მეშინოდა თავიდან, მაგრამ შევძელი. ასე რომ ყოველთვის გააკეთეთ ის, ვისიც გეშინიათ. დამიჯერეთ, გადალახეთ და ყველაფერი შესაძლებელია. აი ეს არის დაბლა ქვიდან ხედი. შეხედეთ სად ვართ მეგობრებო. რა მაგარი ადგილია, ღმერთო ჩემო. აი ესე მიუყვები, აი ეგერ არის ეს გადასასვლელი. და აი გადახტები. აი უმაგრესი გამოცდილება იყო. აი არ ვიცი, თვითონ ადრენალინიც ხო მოდის და მოდის, თან გეშინია, თან გინდა და აი მოკლედ თუ ამოხვალთ აქ, აი გულწრფელად რო გითხრათ, არ არის იმდენად საშიში რომ ვერ შეძლოთ, მთავარი არის რომ შინაგანა დაიჯეროთ და შიში არ ჩავარდეთ, ანუ პანიკა არ დაგეწყოთ. დანარჩენი საკმარისი ადგილია რომ დადგეთ 1-იც და 2-იც, ასე რომ მაგაზე არ იდარდოთ რა და ეხლა რაღა დაგვრჩენია, გადავიღეთ ფოტოები, ვიდეოები და უნდა მოვამზადო სუპი. ესეც ჩვენი სუპი, აგერ ჭიქაში გავიკეთე, უგემრიელესი გამოვიდა, თან ლაშქრობის მერე წვნიანზე მაგარი არაფერი არ არის, თან ამ ხედზე ჭამახო საერთოდ. საოცრებაა მეგობრებო და ამ საოცრებას ერთი მინუსი აქვს ახლა. დავკარგე სადღაც ჩემი დამტენი, ტელეფონს ვერ ვტენი. და მაქვს 3%-ზე. არ ვიცი რამდენად ვიპოვი ახლა, მაგრამ იმედია რომ ვიპოვი, იმიტომ. მაგრამ თავარია რაღაცების გადაღება მოვასწარი, სულ ისე არ მივდივარ. დაუბრუნდით ჩვენს ბანაკს, ისევ აქ ვართ. არ იყო რთული ლაშქრობა, მაგრამ ულამაზესი ადგილი ვნახე და ის ადგილი ვნახე, რომელსაც ძალიან ხშირად ვნახულობდი ხოლმე ინტერნეტში და სულ მინდოდა რომ ენახა ასე რომ ბედნიერი ვარ, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ღირდა. აქ ვართ, ბოლო ღამე არის ამ სოფელში, ხვალ უკვე გადავალთ სხვაგან. კიდე ბევრი რაღაცის ჩაწერა მინდოდა, ძალიან ბევრი რაღაცის, მაგრამ დამტენი USB კაბელი დამრჩა იქ, სადაც ვიწყებდით ლაშქრობას, დამივარდა უпростоრად, რომ ჩამოbrunდი, მერე მითხრეს, რომ შენი ხო არაო და უპოვიათ და სამწუხაროდ ინტერნეტი კი არა და ტელეფონი დამიჯდა, ვერაფერი ვეღარ გადავიღე, ისეთი რაც სიტყვაზე შეიძლება და თქვენც მეჩვენებინა. ახლა უკვე უნდა შევძრო კარავში და დავიძინო, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ. ხვალ ადრე ვდგები. აბა, დროებით და დილამდე. მოვიდა დრო რომ დავტოვო ეს უსაყვარლესი და უმაგრესი ადგილი, მართლა ძალიან მომენატრება აქაურობა, მაგრამ დრო არის რომ გავაგრძელო მოგზაურობა, გადავდივარ ახლა ისევ სხვა ქალაქში. ჩანთა უკვე გამზადებული მაქვს, ჩავალაგე აბსოლუტურად ყველაფერი და ის რა დაგვრჩენია, წავიდეთ ისევ გაჩერებასთან, გემის და გადავყვეთ უკან იქით, საიდანაც წამოვედით. ასე რომ ავიკრავ ახლა ჩემ გუდანაბაც და დავეშვები. იმედია რომ საინტერესო მოგზაურობა გაგრძელდება ისევ. თქვენ კი ის გადაგჩენიათ, გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ რაც გინდათ, გამიზიაროთ დაბეჭდილებები. მე კიდე იმედია არ გაგიცრუებთ იმედებს. წავედით. ამასობაში ისევ გზაში ვართ, გადმოვკვეთეთ ზღვა, რაც თავარია ყველაზე რთული ნაწილი გადავიარეთ. ახლა უკვე 2 საათის გზა გადაგვრჩა ოდამდე და იმედია რომ მალე ჩავალთ. ჯერ დაახლოებით 1 საათია გზაში ვარ, საათნახევარია. იმდენად სწრაფად ჩაიარა ყველაფერმა არ ველოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ და კაია რომ ასე მოხდა. ახლა შევუდგები საქმეს, ისე უნდა გავაჩერო მანქანა და დავეშვათ ოდასკენ, იმიტომ რომ დღეს აუცილებლად უნდა ჩავიდეთ იქ.
შემოვედი ახლა ერთ-ერთ კაფეში რომ დავლიო ყავა და ესეთი ფუნთუშა სინამონის, დარიჩინის და გავაგზავნებ მე ისევ სტოპით გზას ოდასკენ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვიარე, ასე რომ ნახოთ როგორ გაგვგრძელდება ჩვენი სტოპი. ვახციეთ მეგობრებო, როგორც იქნა, აგერ კარავიც უკვე გავშალეთ და ახლა უნდა ვჭამოთ, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვართ რა და მე დაგიბრუნდებით მალე. გავამზადოთ ახლა ჩვენი ვახშამი, ძალიან მარტივი ვახშამია იდეაში. არაფერი ისეთი არა, უბრალოდ ძალიან დაღლილები ვართ, გამზადების თავიც არ გვაქვს და თან გემრიელია რა, ეხლა ყველი, პომიდორი და პური ჩვეულებრივი საჭმელია, ეხლა ჩემთვის პირადად საქართველოშიც თითქმის ყოველდღე მაგას ჭამ რა და აქაც ძალიან მარტივად, აი ესე გადავუსვათ ჩვენი კრემყველი. ჩავაგდოთ შიგნით რამდენიმე პომიდორი. 3 ცალი მაგალითად, არა მოხდეს თავარია. და ვჭამოთ. გემრიელი, მარტივი და ბიუჯეტური. იდეალური. აი, ასეთ მარტივ კერძებს უფრო ჩაატან ადამიანი გამოს, ვიდრე რაღაცა ესეც რა. დეფიციტი, მით უმეტეს ლაშქრობის დროს იდეალურია რა. ნელ-ნელა უნდა დავიწყო ახლა გამზადება ხვალინდელი ლაშქრობისთვის. ნორვეგიაში ბოლო ლაშქრობა მექნება ხვალ, მეტი არაფერს ნახოს აღარ ვაპირებ, აგერ ვარ კარავში. ძალიან ცივა გარეთ, მაგრამ უნდა დავიწყო, იმიტომ რომ დილის 6 საათზე გავდივარ და დილას ვერ მოვასწრებ ნამდვილად რა და წავედით. დილამშვიდობისა მეგობრებო, ამჯერად მთიდან ვიწყებ ჩაწერას და დაახლოებით 15 წუთია მივდივარ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას, ტროლტუნგაზე, რომელიც არის ნორვეგიაში ერთ-ერთი მართლა გამორჩეული სანახავი ადგილი და მინდა რომ გაგიზიაროთ. ასე რომ გავუყვები ახლა აი ამ ბილიქს 10 კილომეტრი იქიდან, 10 აქედან და ვნახოთ რამდენ ხანში დავფარავთ და როგორი სირთულის მარშრუტი იქნება, ასე რომ წავედით. გავიდა დაახლოებით 1 საათი, მოვიუყვებით აი ამ ულამაზეს ბილიქს. გზაში ტბა შეხვდა ახლა, შეხედეთ რა ლამაზია. და ესე წყნარად შვიდად მივუყვებით. ერთადერთი ცუდი რაც არის ის, რომ ბევრი ხალხია, მაგრამ ისეთ ადგილებში მოგზაურობს, სადაც უამრავი ტურისტია და ესაა ყველაზე გამონაკლისი, რომ თვითონ აი სიმშვიდეს და სიწყნარეს ვერ გზნობ, მაგრამ ბუნების მხრივ არის ულამაზესი. აი ესე ხა ამოვიარეთ აღმართი და გასწორდა და მივუყვებით წინ და ვნახოთ ნენელა ყველაფერს დაგათვალიერებინებთ, ასე რომ წავიდეთ. ესეც ჩვენი ტროლტუნგა, ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილი ნორვეგიაში და ამასთან ულამაზესი ადგილი. აი ასეთი რა მართლა გულწრფელად გეუბნებით. იშვიათად მაქვს ნანახი. და როგორც ჩანს, ეს ადგილი მარტო მე არ მომწონს და არ დამაინტერესა მარტო ამ ადგილმა. გახედეთ, რამდენი ადამიანი ელოდება მხოლოდ იმას, რომ ფოტო გადაიღოს. ისევე როგორც ძალიან მაგარი ფოტო გადავიღე მე. ამოვანათებ ახლა სამწუხაროდ იქვე ის ვერ გადავიღე დრონით და იმას რა ქვია ჰორიზონტალურად ვიდეოები, იმიტომ რომ ბევრი ხალხი როცა გელოდება ძალიან ისეთია რა, რომ დადგე და ეხლა კონტენტი აკეთო, მაგრამ რაც გადავიღე გაგიზიარებთ აუცილებლად. must სანახავი, აი უეჭველად სანახავი ადგილია. თუ მოხვდებით ნორვეგიაში, წამოდით დაახლოებით 2 მარშრუტია. მოგიწევთ ან 20 კილომეტრის გავლა, ან 27-ის. ეს უკვე თქვენზეა, რას აირჩევთ რა და თანხას რაც შეეხება, დაახლოებით ალბათ $100 დაგიჯდებათ რა. ძალიან მაგარი ადგილია და ემოციების ქვეშ ვარ რა. ახლა წვიმა იწყება. ჭამის დროს ხო ყოველთვის უნდა დამაწვიმოს. არა? უნდა ვჭამო, იმიტომ რომ ძალიან მშიერი ვარ. დღევანდელ სადილად გვექნება მოხარშული კვერცხი, პური, ლორი, ლეგენდარული კრემყველი და პომიდორი. ამას ვჭამ რაც წამოვედი, აი გამოვკრემყველდი და გამოვპომიდორდი, მაგრამ აი
უგემრიელესია, თან ძალიან მიყვარს. სხვა რამე გვაქვს კიდე მეტი არაფერი. ხო, ეს თევზი გვაქვს კიდე ნაყიდი, აქაური. ერთმა გვირჩია ძალიან მაგარიაო. და ამასაც გავსინჯავთ ალბათ ანახლა ან საღამოს რა. დარჩენი ნახოთ. ნახეთ სად მაქვს დამაგრებული მიკროფონი. ჩემი როუდის მიკროფონები სადღაც მივაკარგე, იმედია ვიპოვი, მაგრამ ეს მქონდა დაზღვევად წამოღებული რა და ასეთ ხედებზე ჭამას არაფერი არ სჯობს უკვე. ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მიცნობთ. იმიტომ ვლაშქრობ, რომ ასეთ ადგილებში ვჭამო, ასე რომ ეხლა შევჭამ და მერე დავუშვებით დაბლა რა. 10 კილომეტრია წინ, 10 გამოვიარეთ, 10 წინ არის. მაგრამ იმდენად მარტივი მარშრუტია, რომ ვერც აგიხწერთ რა. ერთი ძალიან ისეთი აღმართია, სხვა დანარჩენი არის სასეირნო. ძალიან გავს აბუდელაურის გზა, სხვათა შორის, ოღონდ ლურჯ ტბამდე რა. ძალიან ისეთი არის იქაც მარტივი შედარებით და თეთრი ტბა არის უკვე რთული, ხო? და აქაც ერთი აღმართია თეთრი ტბის მსგავსი. უგემრიელესი სენდვიჩი. ასეთ სენდვიჩს თქვენ ვერ შეჭამთ ვერსა. ნახე. იდეალური თავისი ჩერი პომიდრით, კანფეტ და ხედი. აი, მოდი ახლოს. გაიხედე იქით. შეხედეთ. აი ამ ხედზე რო შეჭამ რაღა მოკლავს, მითხარით. შეუძლებელია რომ მოკვდა. ესენი ნახე რა, ტურისტები. დგანან და ელოდებიან ფოტოებს. ფოტოებისთვის განა 45 წუთი წარმოიდგინე ასე სულელია რომ 45 წუთი ფოტოსთვის იდგე. ახლა მერტო შემო. ხავსევოსდი. იდეალური ადგილი, იდეალური სანდვიჩი, იდეალური მე. გამოიწერეთ არხი მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ. თუ გიჭამიათ ასეთ ადგილებში ძალიან მაინტერესებს რა. წავედი ახლა მაცდენთ. დაუშვა წვიმა მაგრად. აი ესეთი მაგარი ქორგა. მოკლედ ერთი დღე არ ყოფილა რომ არ ეწვიმა ნორვეგიაში. ერთი დღე. თან ვიცი, აღარ ვიცი, ახი როგორ ვარ წამოსული. გიჟივით. მაგრამ არ აუშვას, მაგარია. ძალიან მაგარია. ჩამოვაღწიე მეგობრებო, როგორც იქნა. შემოვიდი ეგრევე ცხელი ყავა რომ დავლიო, იმიტომ რომ თავს ხმა წვიმაში ვიარე ბოლოს. ძალიან რთული არის რა გადაღება ამ პირობებში, მართლა იქ მიკროფონი არ დაგისვენდეს, დრონი არ დაგისვენდეს, ახლაც მიკროფონის გარეშე ვწერ, იმიტომ რომ სად ჩავყარე ამ თავს ხმა წვიმაში არ ვიცი და ძალიან გაართულა, თუმცა ძალიან მაგარია რა. კიდე კაი წავედი და კმაყოფილი ვარ. ვასრულებთ იქ, საიდანაც დავიწყეთ, ისევ სასტუმროდან. აგერ არის ჩვენი ჩანთები უკვე გამზადებული. წავალ ახლა აეროპორტში და გავფრინდები საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ისე ამოვნეთ ვიდეოთი. მალე დაგიბრუნდებით ისევ და ისევ ძალიან საინტერესო ვიდეოებით, თუმცა მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამიზიარეთ კომენტარებში შთაბეჭდილებები, იმიტომ რომ ძალიან დიდ мотивაციას მომცემს და აბა შეხვედრამდე.